6 დღე იქნოდეო შენს საქმეს და მე-7 არის უფლისა. ყველა დღე უფლისაა თავისთავად ცხადია, მაგრამ მე-7 არის ის, რომ ლიტურგიკულად ადამიანი ღმერთს უნდა ემსახურებოდეს. ის შაბათი, რაც მაშინ იყო მე-7 დღე, ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ეს კვირამ იმემკვიდრა ეს ამ შაბათის დღის მნიშვნელობა ქრისტეს აღდგომიდან გამომდინარე, რადგან აღდგომა დღეს სწორედ კვირა დღე არის. ესე რომ ეს მცნება როგორ უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ უნდა გადადოს ყველაფერი, რის გადადებაც შეიძლება. რაც გულისხმობს, ხა სამხედრო ვერ გადადებს ამას. ვიღაც სასწრაფო დახმარების მუშაკია, ის ვერ გადადებს, იმიტომ რომ ის იქ არის მორიგე და იქ უნდა გააკეთოს. მაგრამ ვინმეს თავისი ის რო აქვს, მაღაზია რო აქვს, ის მე არაერთხელ მithქვამს ესე იგი და კიდევ ერთხელ ვამბობ. საკათედრო ტაძართან არის ერთი სათამაშოების მაღაზია, არ ვიცი რა, ეგ არის ღმერთზე მინდობა, რაზეც წეღავ ლაპარაკობ. აწერია, კვირა დღე დასვენება, არა და ყველა ვიცით რომ კვირა დღე ისეთია, რომ უფრო მეტ ხალხს ცალია, რომ გავავიდეს ამბავში გამოიყვანოს, რაღაცა უყიდოს. მაგრამ მე ვფიქრობ, მე ხა ესე პირადად არ ვიცნობ, ახალგაზრდა ვიცია ვიცი. პირადად ეს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კაცი ღმერთზეა მინდობილი. და ფიქრობს, რომ თუ ღმერთს შეუძლია, რომ კვირას მომწეს რაღაც. მას შეუძლია, რომ ორ შაბათსაც მომწეს და სამ შაბათსაც და როგორ იყო მთელი ღამე რომ ითევზავეს მოწაფეებმა, ხო ვერაფერი ვერ დაიჭირეს და დილით მივიდა მაცხვარი იმ ადგილზე, ზუსტად ეუბნება, რომ აი ჩააგდეთ ნავის მარჯვნივ და დაიჭერთ. პეტრე მოციქული ეუბნება, უფალო ვერაფერი ვერ დავიჭირეთ. ანუ ესე რო გვეთქვა ჩვენ რომ მე რო ეთქვა რომ შაბათს და კვირას დაკეტეთ მაღაზია და სამშაბათს მოგწე. ჩვენ რო გვეთქვა უფალო შაბათ კვირა როცა ხალხს ცალია მაშინ არავინ შემოვიდა მაღაზიაში და სამშაბათს ვინ შემოვა, აი რო გვეფიქრა უბრალოდ. მაგრამ პეტრე მოციქულმა უთხრა შენო მთელი ღამე ვითევზავეთ და ვერაფერი დავიჭირეთო, მაგრამ რადგან შენ გვეუბნებიო ჩავაგდებ. ანუ შენი სიტყვის გამო სამშაბათს გავაღებ და იქ შემოვა ადამიანი და იქ არ მოაკლდება ლუკმაკული. და ეგ არის ღმერთისადმი მინდობა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს გააკეთო. 6 დღე შენი საქმე პირნათლად კეთილსინდისიერად აკეთო და მე-7 დღე დაუთმო უფალს. მაგრამ აქ ერთი რამეა, ფანატიკურად არ უნდა შეხედა, როგორც სახარებაში იუდეველები უყურებდნენ, რომ შაბათ დღეს ესე იგი კაცი რო კლებოდა ზედ არ მიხედავ. პირიქით, თუ ვინმე იცი რომ შენგან წამალი ჭირდება და მას მეტი მიხედავი არ აქვს, არა უშო, ცოტა დაგაგვიანდეს წირვაზე, მაგრამ ჯერ იმავად მიხედავ და მერე